Maamor, ასე ქვია დავით მაღრაძის პოეტურ კრებულს, რომლის პრეზენტაციაც სულ ახლახან შედგა იტალიის დედაქალაქში. წიგნის 100 ხელნაკეთი ეგზემპლარი დანტეს საზოგადოებამ დაამზადა, თუმცა ასევე სრული ტირაჟითაც გამოსცა. Roma amor, ფილოლოგები ამას პალინდრომს ეძახიან, როცა მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ ერთნაირად იკითხება მარცხნიდან მარჯვნიდან მარცხნივ. Roma amor, ამ წიგნის იდეა დაებადა დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურ მდივანს, ბატონ ალესანდრო მასის, ერთ-ერთი ვახშმის დროს რომაულ რესტორანში. და მე ხუმრობდი, რომ ყველა დიდებული იდეა იბადება რესტორანში და არა პარლამენტში და მე დამეჯერება, რადგან ორივეგან ნამყოფი ვარ თქო. ასე დაიბადა ეს იდეა, მაშინ გამოქვეყნდა ჩემი ლექსი, რომელსაც ქვია წითელი უდაბნო, ეს არის ეკო, ასე ვთქვათ, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის წითელი უდაბნო დესერტო როსო ესე ქვია იტალიურად. და ბატონ მასის გაუჩნდა იდეა, რომ ის ლექსები მოეკრიბა და წიგნად გამოეცა, რომელიც ასე თუ ისე რაღაც შეხებაშია იტალიასთან, იტალიურ კულტურასთან, იტალიურ ხელოვნებასთან თუ ჩვეულებრივ ყოფით ყოველდღიურობასთან. ასე გაჩნდა ეს იდეა. მე პოვა განსხეულება ამ იდეამ და დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ დანტე ალიგიერის საზოგადოებას ვუთხრა თქვენის ეთერითანაც, ვინაიდან არ არის ჩვეულებრივი გამოცემა, რა თქმა უნდა, ტირაჟი ჩვეულებრივ გამოიცა, მაგრამ ამას პლუს 100 ეგზემპლარი ხელნაკეთი დაამზადეს, Roma amor, ამ 100 ეგზემპლარი დაამზადეს ხელნაკეთი. 1000 მადლობა შემიძლია შევწირო დანტეს საზოგადოებას, ვინაიდან პატივი დამდო რამდენიმე წლის წინ და დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლით დააჯილდოვა მაშინ ჩემი წიგნი, ჩემი მთარგმნელიც, ასევე ქალბატონი ნუნუ გელაძე და ჩვენი ელჩი მაშინდელი იტალიაში ბატონი კოტე სურგულაძე. აი ესეთი ის წინაპირობა უძღოდა ამ წიგნს. პრეზენტაცია პალაცო ფირენცეში შედგა, ძველ ულამაზეს დარბაზში, რომელიც ახლახან აღადგინეს პირვანდელი სახით. ამავე სასახლეშია განლაგებული დანტეს საზოგადოება. წიგნი მასიმო გარავალიას წინა სიტყვაობითა და ამ სიტყვებით იწყება. როდესაც პოეტი შეუყვარდება ადგილს, ეს ადგილი წყვეტს იყოს მხოლოდ გეოგრაფია. ადგილია იტალია, ხოლო პოეტი დათო მაღრაძე. მე ვფიქრობ, რომ ეხლა როგორც არასდროს იმდენად მნიშვნელოვანია პოეზიის მისია. ვინაიდან ეპოქა ჩემის აზრით არ არის რენესანსული, არამედ ღირებულებითი კრიზისი დგას ზოგადად სამყაროში და ასევე ევროპაში. და ევროპაში, რომ გეოგრაფიულ ევროპაში, რომ კულტურული ევროპა გადარჩეს, აი აქ მე მგონი განუზომელი მისია აქვს პოეზიას და უნდა გადარჩეს, რა თქმა უნდა, გეოგრაფიულ ევროპაში, კულტურული ევროპა, იმიტომ რომ ეს იქნება დიდი გადარჩენა. დიდი გადარჩენა იმ ღირებულებათა სისტემის, რომელიც ამდენი საუკუნის მანძილზე იქმნებოდა და იმიტომ არის ჩვენთვის მშობლიური სივრცე ევროპული გარემო. ვინაიდან ეს ათენისა და იერუსალიმისა და რომის ამ სამი დიდი ქალაქის ჰარმონიაში გამოიძერწა აი მთელი ეს კულტურის ისტორია, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენთვის მშობლიურად შეიქმნა, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლის სივრცე და ქართული კულტურის ისტორია განუყოფელია ერთ-მეორისაგან და გორგასლის ანდერძიც ამას მოასწავებს, რომ ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა. იტალიური შეხვედრები დასრულდა, შედგა პრეზენტაციაც პალაცო ფირენცეში. პოეტის სამომავლო გეგმები კი ასეთია. დაიგუშინ მივიღე ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია იერუსალიმიდან, სადაც ითარგმნა წიგნი, ჩემი ლექსების წიგნი გამოიცა იერუსალიმში ივრიდზე ითარგმნა და გამოიცა, ასევე ჰაარეცმა, ერთ-ერთმა უმთავრესმა გაზეთმა, ისრაელის უმთავრესმა გაზეთმა თავის ფურცლებზე დაუთმო ადგილი, სრულად დაბეჭდეს ეს პოემა ბარაქიანი მიწა და გუშინდელი ინფორმაცია არის საელჩოდან ბატონი ელჩი ბატონი ზაზა კანდელაგისგან მივიღე ინფორმაცია, რომ იერუსალიმის ბიბლიოთეკაში 30 ოქტომბერს უკვე ჩანიშნულია პრეზენტაცია წიგნის.